ხშირად აი კლასშიც იტყუება ხოლმე მეგობრებთან ბავშვი, რომ აი თითქოს რაღაცა მშობლებზეც იციან ტყუილები აღიარებისთვის. უკვე მე თქვა 7 წლის მერე იცდილობს, რომ იქ სოციუმში ადგილი დაიმკვიდროს, რომ აღიარონ მეგობრებმა, ხო? აი 12 წლამდე უფრო წამყვანია მშობლების თემა და მე უკვე გარდატეხის ასაკში მშობელი აღარ არის ავტორიტეტი, მე უკვე ავტორიტეტია ის მეგობარის, თანატოლივის, თანაც დროს ატარებს. და იქ შეიძლება მოიტყუოს მე რომ იქ მოიპოვოს აღიარება ხო რომ რაღაცა ისე ეგეც ხშირად არის ხოლმე აბსოლუტურად გასაგებია ესეც ამიტომ სანამ ბავშვი მივა იმ გარდატეხის ასაკამდე მანამდე უნდა იყოს აბსოლუტურად ესეთი გარემო მხარდამჭერი რომ ბავშვი გრძნობდეს რომ მე შენ გიგებ მე შენ გხედავ მე შენ გისმენ და ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ გიღებ ისეც, როგორიც ხარ, შენი მოვლინება ჩვენ ოჯახში არის დღესასწაული და ზუსტად ასეთი შვილი მინდოდა, როგორიც შენ ხარ. აი ამას სიტყვიერათაც უნდა აღჟღერებდეს მშობელი და ამას ბავშვი უნდა გრძნობდეს კიდევაც. თავარია რას გრძნობს ბავშვი, ხო? ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი არსებობა იმ ოჯახში არის დღესასწაული. და სანამ ისი ოჯახში არსებობს ეს დღესასწაული არ თავდება და ზუსტად ასეთი მოსწონთ როგორიც არის და არა მარტო უყვართ მოსწონთ და ხელს უწყობენ მის განვითარებას, მისი ნიჭების გამოვლენას. ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რომ როგორ მივხვდეთ რისი ნიჭი აქვს ჩემ შვილს. აი ჩემი აზრით ამაზე იული მისახვედრი არაფერი არ არის თუ უსმენ და აკვირდები ბავშვს ყველაფერი შენს წინ არის. თუ უსმენ ბავშვს და ესაუბრები და ყველა თემაზე განიხილავ, რატომ მოხდა აი თუნდაც ტყუილის თემაზე, რომ გავაგრძელოთ ეს ტყუილის თემა. თქვათ მოხდა და მოიტყუა ბავშვმა, ხო? ეს თავარი ეს ფაქტი არ არის. თავარი არის რომ გამოვიკვლიოთ რამ გამოიწვია ეს ტყუილი. რა იყო мотиваცია ამ ტყუილის და გულახდილად დაველაპარაკოთ ბავშვს ყოველგვარი ჩხუბის და ყვირილის გარეშე. შვიდად, ყველა თემაზე შეიძლება მშვიდად საუბარი. მესმის რომ ეს მშობლისთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ეს არის მშობლად ყოფნის ხელოვნება, რომ ჩვენ ეს შევძლოთ. რომ შვიდად ნებისმიერ თემაზე დაველაპარაკოთ და გავიგოთ ის мотиваცია, რის გამოც მოიტყუა ბავშვმა. და ყოველთვის მივაკვლევთ იმ мотиваციას, ყოველთვის რა მიიყვანა აქამდე და ყოველთვის შეიძლება მე იმის შეცვლა. აი ყოველთვის შეიძლება არის ესეთი მაგალითი ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტი ყვება რომ ბავშვი არ იყო აღიარებული ოჯახში არ ეცალა არც დედას არც მამას ორივე მუშაობდა და ძალიან აკლდა მშობლების სითბო ყურადღება ბიჭი იყო